მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. როგორც იცით, ჩემპიონები ერთმანეთს პოულობენ. ლეგენდების ლიგის მსოფლიო ჩემპიონი, რომლის ფავორიტი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია არის. ამასთან დაკავშირებით საინტერესო სტატიას წაგიკითხავ. პოპულარული ვიდეო თამაშის League of Legends მოყვარულებისთვის ზევსი კარგად ნაცნობი პროფესიონალი მოთამაშეა. სამხრეთ კორეელმა ჩოიჯიბუნმა კარიერა ტიერ-1-ში დაიწყო. ახლა კი Hanwha Life Esports-ში ასპარეზობს და ბევრის აზრით თავის როლში მსოფლიოში საუკეთესო ტოპ-ლეინერია. ზევს მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული და ერთხელ ფინალური სერიის MVP გახდა. League of Legends-ის გარდა ზევსი ფეხბურთსაც აქტიურად ადევნებს თვალს და როგორც Hanwha Life Esports-ის YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, მისი ფავორიტი Paris Saint-Germain-ის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. ორკვირიანი დასვენება რომ მივიღო ევროპის დასათვალიერებლად წავალ, მინდა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას დავესწრო. არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. ის Paris Saint-Germain-ში თამაშობს და მისი სახელი და გვარი ხვიჩა კვარაცხელია. ის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არ იმყოფება, მაგრამ როდესაც მის თამაშებს ვუყურებ, გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი მასში აქვს. ჩემი მიზანია გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანო და მისი თამაშის ყურება ძალიან მაგარია. სიმართლე გითხრათ, ფიქრობის ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა. ცნობისთვის კვარაცხელიას Paris Saint-Germain-ი მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად ლილს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. რენთან ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში, სადაც Paris Saint-Germain-მა ფრედ 2-2 ითამაშა. შესვენებაზე უსმან დემბელეს შეცვლას დიდი გამოხმაურება მოყვა. პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ დასმულ კითხვაზე პირდაპირი და ხისტი პასუხი გასცა. ესპანელმა სპეციალისტმა მოტივაციის ნაკლებობას გაუსვა ხაზი და ფსიქოლოგიური კუთხით ისაუბრა. რა ხდება უსმან დემბელეს გარშემო? როგორი მოქმედებს ეს ყველაფერი Paris Saint-Germain-ზე და კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიაზე? ფრანგული პრესა ამ ამბავს დიდი ყურადღებით აკვირდება. როგორც ცნობილია, უსმან დემბელეს ერთკვირიანი დასვენება მისცეს და შესაბამისად ის 31 აგვისტომდე არ დაბრუნდება. ამ მოვლენამ რა თქმა უნდა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ფრანგულმა RMC-მ ცნობილი ფრანგი ანალიტიკოსი ვალიდ აშეშური ჩაწერა, რომელმაც თავისი მოსაზრებები დააფიქსირა. მოკლე განცხადებაში PSG-მ დაადასტურა, რომ დემბელე 31 აგვისტომდე დაისვენებდა მწვრთნელთან და სპორტულ მენეჯერთან შეთანხმებით. ეს საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. ახლა 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულსა და მის მწვრთნელს შორის შესაძლო განხეთქილების შესახებ ეჭვებს აჩენს. კვირას საღამოს ვთქვი, ვფიქრობ, რომ გუნდისთვის დემბელესა და კვარაცხელიას გაყვანა დადებითი ნაბიჯი იყო, თუმცა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვფიქრობ ლუის ენრიკემ შორს შეტოპა. იმ მომენტში მან ძალიან ძლიერი გზავნილი გააჟღერა, რითაც არსებითად თქვა, რომ აქ არავის არაფერი მოუგია და არანაირი დათმობები არ იქნება. მას სურდა რეალური მესიჯის გაგზავნა და მე პატივს ვცემ ლუის ენრიკეს, რადგან მან ეს კილიან მბაპესთანაც კი გააკეთა. ახლა ჩვენ უსმან დემბელესა და ლუის ენრიკეს შორის არსებული საერთო კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. პარიზული პროექტის ორი საკვანძო ფიგურა ერთმანეთს უპირისპირდება, თუმცა ისინი ერთმანეთს დაეხმარნენ, რომ ამ კლუბის ლეგენდები გამხდარიყვნენ. იმის გამოკლებით, რომ დემბელემ გასახდელში დიდი სივრცე დაიკავა. ის PSG-ს ლიდერია და ძალიან მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკე კი ზედიზედ 2 ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კიდევ უფრო წინა პლანზე გამოდის და ეს სატრანსფერო ფანჯარაზეც დავინახეთ, სადაც მას აღარ სურს მეორე ხარისხოვანი მოთამაშეები, არამედ თითქმის პირველი დონის ვარსკვლავები სურს. ფერანი დემბელეს ნაცვლად რჩება შთაბეჭდილება, რომ ლუის ენრიკეს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული PSG 2-0-ის მართვა სურს. შესაძლოა იმ ეპოქის დასრულებით, რომელსაც ის უსმან დემბელესთან ერთად ასრულებს და მას თავისი საფეხბურთო პროტეჟე მოყავს. რამუშთან შედარებით, რომელიც მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა, მას თავისი პროტეჟე მოყავს და ამან შეიძლება უსმან დემბელეში რაღაც გამოიწვიოს. ჩვენ ვიცით, რომ ფერან ტორესის ირგვლივ რაღაც ხდება. ის ზუსტად ისეთი ტიპის ფეხბურთელია, როგორიც მას მოსწონს და ის არ გავს რამუშს ან მაიულუს, რომლებიც ცრუ კონკურენტები იყვნენ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ აქ რაღაც საეჭვო ხდება და კონტრაქტის გახანგრძლივებაც შესაძლოა მოხდეს ან არ მოხდეს. შეგახსენებთ, რომ დემბელეს PSG-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს ძალაში. ხელშეკრულება 2023-ში გაფორმდა და იმის შემდეგ არ განახლებულა. ეს კი ბევრ ამაზე მეტყველებს. ასეთი საგანგაშო არეულობა კლუბში, რომელიც მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებს, ძალიან ცუდია. ხვიჩა საკმაოდ ჩამოყალიბებულია და გარემოვლენები მასზე ნაკლებად მოქმედებს. რა თქმა უნდა, ისიც ადამიანია, თუმცა მგონია, რომ სტრესგამძლე და თავის თავზე ფოკუსირებული.
დაკავებული. ასევე ისიც კარგია, რომ ეს ყველაფერი სეზონის დასაწყისში ხდება, რადგან კლუბს დრო ექნება, რომ გამოასწოროს სიტუაცია. ეხლა ძალიან საინტერესოა თქვენი აზრები. ჩაანაცვლებს თუ არა ფერან ტორესი დემბელეს, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ხვიჩაზე და შეძლებს თუ არა PSG ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებას? განვიხილოთ კომენტარებში. სევილიამ გიორგი ქოჩორაშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მოლაპარაკებების პროცესი. მინდა მადლობა გადაუხადო ხოსეს, პრეზიდენტს და მთლიანად კლუბს გაწეული ძალისხმევისთვის. დაძაბული დღეები იყო, მაგრამ საბოლოოდ დაქვარ. ძალიან ბედნიერი ვარ იქ, სადაც ბავშვობიდან წარმომედგინა თავი დიდ კლუბში. გასახდელში ძალიან კარგი ატმოსფეროა. მიზნის მისაღწევად ყველა მაქსიმალურადაა კონცენტრირებული. კოკესთან და იბორასთან საუბარი. დიახ, მათ ამ კლუბის ღირებულებები ძალიან კარგად გადმომცეს. მრავალი წლის წინ კოკესთან, იბორასთან და ხოსე კამპანისთან გადავიკვეთე. ეს ღირებულებები ჩემს ხასიათს ემთხვევა. აქ იმისთვის მოვედი, რომ ბოლომდე დავიხარჯო, რადგან სწორედ ეს არის ახლა საჭირო. ვარჯიში დასვენების დღეს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა. 2 დღე არ მივარჯიშია და გააქტიურება მინდოდა. მინდა კლუბს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ დასვენების დღეს სპეციალურად გამომიყვეს ადამიანი, რომელიც მოვარჯიშებდა. სწორედ ესაა დიდი კლუბის დამახასიათებელი დეტალები. მიზანი. ძირითადად აწმყოზე ვარ კონცენტრირებული. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი მიზანი მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩი და მათ წინააღმდეგ კარგად თამაშია. თანაც შინ ვთამაშობთ. ამიტომ ეხლა სწორედ ეს არის ჩემი მიზანი. იმედი მაქვს ისეთი სანერვიულო არ გვექნება როგორც გასულ სეზონში. კარგ და ცუდ სიტუაციაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს მწვრთნელსა და ჩემს გვერდით მყოფ თანაგუნდელებს ყველაფერში დავეხმარო. პოზიცია მინდორზე. ამაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ყოველთვის ვამბობ, რომ იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დავჭირდები. ჩემი ძლიერი მხარე 8 ნომრის პოზიციაზე თამაშია. შემიძლია შეტევაში ჩართვა, ასევე გუნდის დახმარება დაცვასა და ბურთის კონტროლში. თუმცა იქ ვიქნები, სადაც გუნდს და მწვრთნელს დავჭირდები. ატმოსფერო. ერთი სული მაქვს შევიგრძნო ის ატმოსფერო, რომელზეც ყველა მიყვებოდა. თუმცა ქუჩაში გულშემატკივრების მხარდაჭერას უკვე ვგრძნობ. გიორგი ქოჩორაშვილი სევილიაში ხუთშაბათს ლისაბონის სპორტინგიდან გადავიდა. გავრცელებული ცნობებით, ანდალუზიურ კლუბს ქართველის ტრანსფერი 4,5 მილიონი ევრო დაუჭდა, რომელსაც ბონუსებიც დაემატა. ქოჩორაშვილმა სევილიასთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ცნობისთვის სევილიამ 2-2 თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ანდალუზიელები მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავენ. წარმატებები ქოჩორას. იმედია შეძლებს და თავის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. მე პირადად გიორგი ქოჩორაშვილის ხილვას კატალონიის ბარსელონაში ვისურვებდი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოიწონეთ ის და გამოიწერეთ არხი. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და აბა წარმატებები.